მოვიწყდი, რამდენჯერ გიფიქრია, რომ რომელიმე ცნობილი მსახიობი, მომღერალი ან პოლიტიკოსი რეალური არაა და კლონით შეცვალეს. ხო, ალბათ ბევრჯერ. მაგრამ ახლა წარმოიდგინე რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მისი ოჯახის წევრი, ანუ ძალიან ახლო ადამიანი თავისი თავი არ არის, არამედ ვიღაც სხვა, იდენტური პიროვნება. მედიცინაში ამას კაპგრას სინდრომი ჰქვია. ფსიქიკის უცნაური დარღვევა, როდესაც ადამიანს მტკიცედ სჯერა, რომ მისი საყვარელი ადამიანი იდენტური ტყუპისცალით შეუცვალეს. ცნობილი ნეირომეცნიერი, რომლის სახელიც ვერადავარ დავიმახსოვრე, აი ეს ადამიანი, თავის ნაშრომებში აღწერს პაციენტ დევიდის შემთხვევას, რომელმაც ტრავმის შემდეგ დედამისი დაინახა და თქვა: ეს ქალი ზუსტად დედაჩემს გავს, მისი ასლია, თუმცა ნამდვილი დედაჩემი სადღაც გადამალესო. ნეირობიოლოგიური მიზეზი საოცარია. კაპგრას სინდრომის დროს ტვინში სახის ამოცნობის ზონა და ემოციების ცენტრი ერთმანეთს წყდება. თვალი ხედავს ნაცნობ სახეს, მაგრამ ტვინი ძველებურ ემოციას ვეღარ გამოიმუშავებს. ამიტომ გონება ცდილობს ამის ლოგიკურად ახსნას. თუ ისაა, რატომ ვერ ვგრძნობ ვერაფერს, როცა ვუყურებ? ესე იგი, სხვა ადამიანია. ეს მდგომარეობა უდიდესი ემოციური სტრესია როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის, რადგან მათ შორის უხილავი კედელი აღიმართება და ძველებურად აღარაფერი აღარ არის. საინტერესოა, რომ ეს ილუზია ხანდახან შინაურ ცხოველებზეც ვრცელდება. ისე კი ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად რთულადაა მოწყობილი ჩვენი ტვინი. ამიტომ თუ შენს გაინტერესებს მსგავსი თემები, აუცილებლად გამომიწერე და დამიწერე კომენტარებში კიდევ რომელ უცნაურ სინდრომზე გსმენია.